ევთოოდირმა საქართველოს სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე 6 თებერვალს პარლამენტის მიერ შეკრებისა და მანიფესტაციის კანონში შეტანილი ცვლილებების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ცვლილებები ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან თანხვედრაში არ არის. შეფასებასთან ერთად ანგარიში მოცემულია რეკომენდაციები ხელისუფლებისთვის. დასკვნაში აღნიშნულია, რომ პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებული და პარლამენტისვე არჩეული პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული კანონპროექტი არღვევს ადამიანის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო კონვენციის 21 და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლებს. დასკვნაში ასევე წერია, რომ კანონში ზოგიერთი ცვლილება მანიფესტაციის ჩატარების წესებისა და ადმინისტრაციული სასჯელის შესახებ უნდა გადაიხედოს და შეიცვალოს ან საერთოდ გაუქმდეს. მოქმედი კანონის საერთაშორისო სტანდარტებთან მოყვანისთვის ევთოოდირი რეკომენდაციებს აქვეყნებს, რომელთა შორისაც არის შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონის დარღვევისთვის ცვლილებებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პატიმრობის გაუქმება, ჯარიმების შემცირება და სხვა. მეტეხის ხიდიდან 16 მარტის ღამეს კიდევ ერთი მანქანა გადავარდა. ბოლო ერთ თვეში ეს უკვე მესამე შემთხვევაა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში BMG-ს უთხრეს, რომ მანქანის მძღოლი ახალგაზრდა კაცი უვნებლად ამოიყვანეს. დამატებით ვცდილობთ მერიასთან გავარკვიოთ, რა იწვევს აღნიშნულ ადგილზე ავტოავარიებს და რა კეთდება პრევენციისთვის. 4 მარტს ხიდიდან მანქანის გადავარდნა მსხვერპლით დასრულდა. ძალიან მწუხარ, რომ პირველად 83 წლის განმავლობაში ამერიკის ხმა იძულებულია დადუმდეს. ასე ეხმაურება დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ამერიკის ხმის დირექტორი მიხაილ აბრამოვიცი LinkedIn-ზე გამოქვეყნებული განცხადებით. მისი თქმით, ამერიკის ხმას მნიშვნელოვანი როლი აქვს ნათამაშები მსოფლიოში თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში. ცნობისთვის გეტყვით, რომ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც შემცირდება 7 ფედერალური სააგენტოს, მათ შორის USAGM, რომლის შემადგენლობაშიც არის რადიო თავისუფლება და ამერიკის ხმა. ბრძანება, რომელიც ხელმოწერილია 14 მარტს, ასევე ეხება სააგენტოებს, რომლებიც აგვარებენ უსახლკაროების საკითხებს, შრომით დავებს და მუშაობენ მუზეუმების, ბიბლიოთეკებისა და საზოგადოებრივი თემების განვითარებაზე. რადიო თავისუფლების პრეზიდენტი კი ამბობს, რომ ტრამპის გადაწყვეტილება სააგენტოს შეთანხმების შეწყვეტის შესახებ ამერიკის მტრებისთვის უზარმაზარი საჩუქარი იქნება. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოუწოდა ხელი მოაწეროს უკრაინის წინააღმდეგ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და დაამტკიცოს, რომ მშვიდობის საკითხს სერიოზულად უყურებს. სტარმერმა ბრიფინგი უკრაინის მოკავშირე ქვეყნების მსურველთა კოალიციის ვირტუალური შეხვედრის შემდეგ გამართა და აღნიშნა, რომ კრემლის მიერ დონალდ ტრამპის შეთავაზებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე ხელის მოწერის გაჭიანურება და ბარბაროსული თავდასხმები უკრაინაზე წინააღმდეგობაში მოდის პუტინის მიერ გამოცხადებულ მშვიდობასთან. 2 საათიან ვირტუალურ შეხვედრაში, რომელიც 15 მარტს გაიმართა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკისთან ერთად, მსოფლიოს 30-მდე ლიდერი მონაწილეობდა, მათ შორის ლიდერები ევროკავშირიდან, ნატოდან, ავსტრალიიდან, კანადიდან და ახალი ზელანდიიდან. შეხვედრის მონაწილეებმა სტარმერის თქმით კვლავ დაადასტურეს უკრაინის მხარდაჭერა, განსაკუთრებით ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ მიდგომების შეცვლის ფონზე. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ახალი ვალდებულებების განხილვას დაიწყო, როგორც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების, ასევე ევროპის თავდაცვის მიმართულებით. სტარმერს კონკრეტული დეტალები არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ მოკავშირეები მზად არიან უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ მშვიდობის უზრუნველსაყოფად საკუთარი სამხედროები გააგზავნონ. შეერთებულმა შტატებმა იემენში ჰუსიტების წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმების გადამწყვეტი და ძლიერი ტალღა დაიწყო. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა განაცხადა. მისი განმარტებით ამ გადაწყვეტილების მიზეზი ჰუსიტების მიერ წითელ ზღვაში ამერიკის გემებზე თავდასხმებია. ირანის მიერ დაფინანსებული ჰუსიტი ავაზაკები რაკეტებს ესროდნენ ამერიკის თვითმფრინავებს და თავს ესხმოდნენ ჩვენს ჯარებსა და მოკავშირეებს, აღნიშნა ტრამპმა და დასცინა, რომ მათი მეკობრეობა, ძალადობა და ტერორიზმი მილიარდობით დოლარი დაჯდა და ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა. მისი თქმით, ის, ვინც ამერიკელ ხალხს და მის პრეზიდენტს ემუქრება, სრულად აგებს პასუხს. ჩრდილოეთ მაკედონიაში ღამის კლუბში გაჩენილი ხანძრის შედეგად 51 ადამიანი დაიღუპა და 100 მეტი დაშავდა. ინფორმაციას BBC ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ხანძარი ქალაქ კოჩანში მდებარე კლუბ პულსში დღეს გამთენიას გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი კონცერტის დროს გაჩნდა, რომელსაც 1500-მდე ადამიანი ესწრებოდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ხანძარი სავარაუდოდ პიროტექნიკური საშუალებების გამოყენებამ გამოიწვია.